ჩვენ ახლა ზელენსკის ბოლო განცხადება გავაცანით საზოგადოებას, რომელიც გამოირჩევა დიპლომატიური ენით, ამავე დროს იქ არის ძალიან პირდაპირი მინიშნებები, რასთან მიმართებაშიც უკრაინას მკაფიო და მყარი პოზიციები აქვს. მან მიანიშნა, რომ შტატებსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების გარანტიებზე ცალკე დოკუმენტის დრაფტი შეიძლება პროექტი უკვე არსებობს, რითიც ის ყოფილია, მაგრამ აქვე მიანიშნა იმაზე, რომ რამდენიმე საკვანძო თემაზე როგორც ჩემი აზრით არის ტერიტორიების დათმობა, როგორც უკრაინის მხრიდან, ასევე შესაბამისად რუსეთის მხრიდან მზაობა კომპრომისზე წასვლის არ არსებობს. თავად უკრაინაში რა ინფორმაციები არის ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობებთან დაკავშირებით და თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ მის დასასრულზე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თვითონ უკრაინაში არ არის ასე ვთქვათ ოპტიმისტური განწყობები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და იმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს, იმიტომ რომ თავიდანვე 28 შემოთავაზებული პუნქტიდან არც ერთი არ იყო უკრაინის სასარგებლო პუნქტი და აქედან გამომდინარე ცვლილება, ანუ რადიკალური ცვლილება ფაქტიურად ყველა პუნქტის შეუძლებელია შეიძლება ვთქვათ, აქედან გამომდინარე არც საზოგადოება, არც ჯარი არ არის თანახმა იმ დათმობებზე, რა დათმობებზეც ლაპარაკი იყო ამ პუნქტებში და საერთოდ მიდის ამ მოლაპარაკებებზე. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, რუსეთი არ იყო კონსტრუქციულად განწყობილი, რომ ეს მოლაპარაკება შემდგარიყო. ამ შემთხვევაში ეს მოლაპარაკება უფრო იმას გავს, თუ ვის წინააღმდეგ განეწყობა პრეზიდენტი ტრამპი და იტყვის, რომ ან რუსეთს, ან უკრაინას არ უნდა სამშვიდობოები შეთანხმება. მე უფრო მგონია, რომ ამის გათამაშებას უფრო გავს ეს, ვიდრე რეალურად შემუშავებას რაიმე პუნქტების, იმიტომ რომ რუსეთი არ არის განწყობილი, რომ რაიმე დათმოს. უკრაინას არ აქვს უფლება არაფრის დათმობის, იმიტომ რომ ტერიტორიულ მთლიანობაზეა ლაპარაკი და პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, რომ გაასხვისოს ტერიტორიები. აქედან გამომდინარე სხვა არაფერზე ლაპარაკი მანდა რუსეთს უნდა აღიარება იმ ტერიტორიების, უკრაინის აღიარება, რომელიც დაიპყრო. კიდე რომელიც რუსეთის კონსტიტუციაში მოაქცია, ასე ვთქვათ, ცალმხრივად. მამკა, რამდენიმე კონკრეტული შეკითხვა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც გაჟღერდა მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, ამას გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება, იმიტომ რომ პუტინის მოთხოვნათა ჩამონათვალში ყოველთვის ფიგურირებდა, ეს არის უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. თავად ზელენსკის მხრიდან საინტერესო საფასურო რეაქცია იყო, მან ბურთი მიიღო, მაგრამ გადააგდო კვლავ საპირისპირო მოედანზე, თქვა, რომ კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან საომარი მდგომარეობა არის, მე მზად ვარ ამისთვის, უბრალოდ მოდით უზრუნველყავით, დაგვეხმარეთ შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიები, ამისთვის უნდა შეწყდეს ცეცხლი, ამისთვის მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში უნდა გქონდეს ეს გარანტიები და იქ ეს თემა გაიჭედა. მაგრამ ამის მიუხედავად, თავად უკრაინაში რომ მართლაც თუნდაც დროებითი ზავი გამოცხადდეს საარჩევნო კამპანიისთვის და პუტინი დათანხმდეს. როგორი განწყობებია ამ არჩევნებთან და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების პერსპექტივასთან მიმართებაში? ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ესეთი არჩევნებისთვის, თუ კი იქნება პირობები ამისთვის, თუ კი იქნება უსაფრთხოების გარანტიები. ზელენსკიმ ძალიან კარგად ისწავლა ერთი რამ იმ პერიოდში, რა პერიოდიც ის პრეზიდენტია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ძალიან კარგად ჩამოუყალიბდა დიპლომატიური წინათგრძნობა, ძალიან კარგად ჩამოუყალიბდა ამოცნობა ფსიქოტიპების ადამიანების და ამ შემთხვევაში ტრამპის და დაუბრუნა ფაქტიურად ისევ კითხვა ტრამპს იმ კითხვაზე, რა კითხვაც დაუსვეს ზელენსკის და მართალიც არის პრინციპში, თუ შეძლებს შეერთებული შტატები უზრუნველყოს და შეძლოს უკრაინამ მართლა გამჭირვალე და ყველა უკრაინელისთვის ჩაატაროს არჩევნები, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ამის საშუალებას და ამის გარანტიას ვერ მისცემს შეერთებული შტატები, იმიტომ რომ იმ პირობებში, როდესაც ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და ფაქტიურად რუსეთი გაურკვევლად ისვრის რაკეტებს
ну ესეთ პირობებში ჩატარება არჩევნების მე მგონია რომ რა თქმა უნდა წარმოუდგენელია მამკა არა ადეკვატური და არაკორექტულიც კი იქნებოდა შეკითხვის დასმა გადაიღალა თუ არა უკრაინული საზოგადოება მე რამდენი წელია ომი მიდის და გადაღლაც იქნება და რესურსებისგან გამოფიტვის ტენდენციაც სრულიად ბუნებრივია მაგრამ რადგან ჩვენ ომზე ვლაპარაკობთ ამის პარალელურად ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან ოპერაციებს რომელიც არ არის სწრაფი ოპერატიული რეაგირების შედეგი. მაგალითისათვის გუშინდელი ამბავი, რომელიც დღეს ოფიციალურად დადასტურდა, მოსკოვის ცენტრში ააფეთქეს გენერალ-ლეიტენანტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი. ძალიან მაღალი სამხედრო თანამდებობის პირი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანუ სპეცსამსახურები უკრაინულები ძალიან ეფექტურად მუშაობენ. აი როგორ მოქმედებს სამხედრო კომპონენტი, დავარქვათ ამას ფრონტის ხაზზე, რამდენად მყარია ფრონტის ხაზი, რომელიც ჩამოშლის იმედიც აქვს პუტინს და ამაზე მან ბევრი ისაუბრა აი ამ ყოველწლიური ვრცელი პრესკონფერენციის დროს. რეალისტურად პუტინი ლაპარაკობს იმას, რაც უნდა რომ გაიგოს საკუთარმა საზოგადოებამ პირველ რიგში და გაიგოს დასავლურმა საზოგადოებამ, კერძოდ ამერიკელებმა, რომ მას აქვს სამხედრო წარმატება უკრაინაში. შინამდვილეში ესე არ არის. სამხედრო წარმატება არ აქვს უკრაინის 1%-ის დაპყრობა შეძლო რუსეთის ჯარმა 1 წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე თქვენთან შეგიძლიათ შეხედოთ დინამიკას, რა დინამიკით მიმდინარეობს ომი, რა დანაკარგი აქვს რუსეთს, საშუალოდ 1000-1200 კაცი დღეში, ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთოდ ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც შეიძლება 24 საათში კონდეს რომელიმე ჯარს. ამის მიუხედავად ჯარისკაცებს არ ზოგავენ, ცდილობენ პატარა ნაბიჯებით წინ წაიწვიონ. სერიოზული გარღვევა მთლიანად ფრონტის ხაზზე არ არსებობს. ლოკალურად ცდილობენ პატარა ჯგუფებით წინ გადმოწვევას, მაგრამ შეუძლებელია ამის გაკეთება იმ პირობებში, როდესაც მასიურად კედელია დრონების გაკეთებული და ფაქტიურად ყოველი ნაბიჯი უჯდებათ 1000 კაცის სიკვდილი. ჯარი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, არანაირ დათმობაზე ლაპარაკი ჯარში მით უმეტეს არ არის. საზოგადოება კი დაღლილია, მაგრამ მე ვერ ვატყობ იმას, რომ საზოგადოებაში იყოს ლაპარაკი რაიმე დათმობაზე რუსეთისთვის. ეს სისულელია. უკრაინის საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ ბრჭყალებში გაუმასპინძლდეს მტერს იმდენი ხანი, რამდენიც დაჭირდება უკრაინის თავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა.